რა არგუმენტები აქვს სემექს ელექტროენერგიის ტარიფის გასაზრდელად ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. საქართველოდან ყირგიზეთში 1.3 მილიარდი დოლარის 39,000 ავტომობილი გავიდა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 24 მილიონის 2,600 ავტომობილი ჩავიდა. კორეაში საქართველოს ელჩმა თარაშ პაპასკომ თანამდებობა დატოვა, მისი თქმით ტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. რევაზ სოხაძემ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრებს დაგეგმილი საგზაო და სამოქალაქო პროექტები გააცნო. საქართველოდან წელს ექსპორტზე 24 მილიონი დოლარის დაფნა გაიგზავნა, 1 კილოგრამის საშუალო საექსპორტო ფასი 4,2 დოლარია. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის სამყარო ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ახალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მოსაოდნელია რომ მცირედი დაკორექტირდება გაზის გადასახადიც. ის რომ სამხმარებლო ტარიფების გარკვეული ცვლილება მოხდება, ადასტურებს სემეკის თავმჯდომარეც. მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით მოხდება დენის გაძვირება და საბოლოო გადაწყვეტილებას 24 დეკემბერს გამოაქვეყნეს. დღეისათვის საქართველოში საფეხურებრივი ტარიფები მოქმედებს, ახლა თქვენ ეკრანებზეც ხედავთ, რომ თბილისში იმ მომხმარებლებისთვის, ვინც 101 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი არის 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატ-საათამდე დაახლოებით 19 თეთრი, 301 კილოვატ-საათიდან კი 23.5 თეთრი. მცირე საწარმოებისთვის დაახლოებით ტარიფი 30 თეთრია. რეგიონებში კი ტარიფები არის 14.7 თეთრიდან და 27.9 თეთრამდე იზრდება. მცირე საწარმოებისთვის რეგიონებში ტარიფი 28.9 თეთრია. ტარიფების დადგენამდე კომისიასთან შეთანხმდა ის ინვესტიციებიც, რაც მომდევნო 5 წელიწადში, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ. შეთანხმებული 5 წლიანი გეგმით ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიები 307 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისთვის კი თითქმის 2 მილიარდის ინვესტიციის ვალდებულებას იღებენ კომპანიები. რა ფაქტორები მოქმედებს დღეს ტარიფებზე და რა არის ის არგუმენტები, რაზეც დაყრდნობითად სემეკი ტარიფების ზრდას განიხილავს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ბატონო დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მიმოსალმები ტელემაყურებლებს. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მიმდინარე ტარიფების მოქმედების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება, აქედან გამომდინარე მარეგულირებელი კომისია პასუხისმგებელია და ვალდებულია რომ დაადგინოს ახალი სამომხმარებლო ტარიფები. ამ მიზნით ჩვენ კომპანიებმა მოგმართეს ჯერ კიდევ დაახლოებით 6 თვის წინ შემოიტანეს მათ სატარიფო განაცხადები, თავიანთი ფინანსური მაჩვენებლები. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ სატარიფო ადმინისტრაციული წარმოება. ამის შესაბამისად ასევე ჩემი ბრძანებით გაკეთდა აუდიტის ჯგუფები, რომელმაც შეამოწმა როგორც თელასის, ასევე ენერგოპროს ხარჯები. აღნიშნული შემოწმების შედეგად რამდენიმე ათეული მილიონი ლარით შემცირდა მათი ხარჯების მოცულობა, რაც არ იქნება გათვალისწინებული ტარიფის დაანგარიშების დროს, რათა ტარიფზე ზეწოლა არ გქონდეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, რომ ტარიფზე გავლენას ახდენ საინვესტიციო პროექტები, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. ამ მიზნით შევითანხმეთ ახალი საინვესტიციო პროექტები და მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონებში 1,5 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება. იმისათვის რომ გამოიცვალოს მოძველებული საყრდენი ბოძები, გადამცემი ხაზები და ასე შემდეგ, ასევე მოწესრიგდება ქვესადგურები, ტრანსფორმატორები. დედაქალაქში 5 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება, ასევე თელასის ქსელში. აქედან გამომდინარე კომისია მერე უკვე ამ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს 29 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებას ტარიფებთან დაკავშირებით. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ ბოლო 2 წელია 3 თეთრით შემცირებული ტარიფი გვაქვს, როგორც მოქალაქეებისთვის საყოფაცხოვრებო სექტორში, ასევე არასაყოფაცხოვრებო სექტორში.
გარდა ამისა, თვითონ საკუთრივ პერიოდულად ზრდება ენერგიაც ჩვენთან, იმიტომ რომ გვაქვს მთელი რიგი დეფიციტური თვეები, როცა არ არის საკმარისი ჩვენი საკუთარი გენერაცია და გვიწევს ან ენერგიის იმპორტი ქვეყანაში, ან ბუნებრივი აირის იმპორტი და აქედან გამომდინარე მე უკვე თბოსადგურებში ელექტროენერგიის გამომუშავება. ამიტომაც ეს იქნება ის ფაქტორები, რაზე დაყრდნობითაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. დიახ, თქვენი არგუმენტები გასათვალისწინებელია. ინვესტიციებზე ისაუბრეთ და რომ საკმაოდ მოცულობით ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ კომპანიები. რამდენად მზად არიან თელასი და ენერგოპროჯორჯია, რომ 2 მილიარდი ჩაიდოს ამ ქსელის განვითარებაში, იმიტომ რომ წინა წლებშიც იყო ეს პრობლემა, მართლაც შეუერაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არის მთელი რიგი პრობლემები რეგიონებში განსაკუთრებით ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. დღეს თუ აქვთ კომპანიებს ის შესაძლებლობა, რომ ვალდებულება აიღონ ამ მოცულობის ინვესტიციების განხორციელებაზე? კომპანიების მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადებში არის მათი მზაობა ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც მათ წარმოდგენილი აქვთ შესაბამისი მიმართულებების მიხედვით თუ სად რა მოცულობის თანხები უნდა დაიხარჯოს, მარგულებელმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხები. ჩვენ ასევე მოწონებული გვაქვს მათი 5 წლიანი განვითარების გეგმა, გარკვეული შენიშვნებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა შესაბამისი შენიშვნები ტექნიკური დეპარტამენტის მიერ. კომპანიების მზაობა არის, ისინი როგორც საკუთარი რესურსებიდან, ასევე სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებიდან მოზიდული რესურსებით განახორციელებენ აღნიშნულ საინვესტიციო პროექტებს, ასე რომ მათი მზაობა არის. დიახ, თქვენ ახსენეთ ისიც, რომ ჩვენ დეფიციტური თვეები გვაქვს, გვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ რაღაც ახალი გენერაციის წყაროებიც გაჩნდეს ქვეყანაში, თუმცა ესეც არ არის საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, იაფი ელექტროენერგია. საომავლოდ ეს ფაქტორი რამდენად მოახდენს გავლენას ჩვენს ტარიფებზე, რომელსაც მოსახლეობა იხდის ელექტროენერგიაში მათ შორის? ჩვენ გვაქვს ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება განაპირობებს იმას, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ქვეყანაში იზრდება. აქედან გამომდინარე ის შედარებით იაფიანი წყაროები, რაც ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის, მაგალითად თქვათ, ენგურ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ასევე რამდენიმე საშუალო ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია სულ უფრო მცირეა იმ გაზრდილ მოხმარებაში, აქედან გამომდინარე გაზრდილი მოხმარების პირობებში იაფიანი ენერგიის ადგილს იკავებს სხვა შედარებით უფრო ძვირიანი ენერგია. მათ შორის ეს იქნება ადგილზე გამომუშავებული, თქვათ, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით მიღებული ენერგია თუ იმპორტირებული ენერგია, ან იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე გამომუშავებული ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია რამდენადმე გაგრძელდება ახლო მომავალშიც, სწორედ ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ხაზგავსვა იმას, რომ მეტი გენერაციის ობიექტი უნდა განვავითაროთ ქვეყანაში, მეტი დამაგროვებლიანი ჰესი უნდა აშენდეს ქვეყანაში, იმისათვის, რომ სწორედ ისეთ პირობებში, როცა წყლის მოდინება ნაკლებია, ნალექები ნაკლებია და მოხმარება იზრდება, ეს არის შემოდგომა-ზამთრის პერიოდი. სწორედ ამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ადგილობრივი რესურსები და გენერაციით შევძლოთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბატონ დავით, ვიდრე სხვა თემებზეც ვისაუბრებდით, მე ვიცი, რომ სემეკი არ განსაზღვრავს პოლიტიკას მარეგულირებელია, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ჩვენ ბაზრის გახსნაზე ფაქტობრივად გადავავადით ბაზრის გახსნა, შეიძლება თუ არა, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია ყოფილიყო ერთგვარი, თქვათ, შვება კონკურენციის გაზრდით ამ სატარიფო ნაწილზე? ბაზრის ლიბერალიზაცია შველა პირდაპირ არ არის. ბაზრის ლიბერალიზაცია მოხმარების მხარეს კი ბატონო კონკურენციას აჩენს და მომხმარებელს
აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებიდან კონკურენციის პირობებში შეიძინოს ენერგია და ცოტათი გაუიაფებს ეს მომხმარებელს ენერგიას, ამიტომ არის რომ დღეს როცა ნებაყოფლობით არის ბაზარი გახსნილი, გარკვეული კატეგორიის მომხმარებლები ბირჟაზე ყიდულობენ ენერგიას და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარამდე დაზოგეს მომხმარებლებმა. მაგრამ მეორე მხარე აქ ბაზარს, ეს არის გენერაციის ობიექტები, პარალელურად იცით თქვენ რომ გენერაციის ობიექტების ლიბერალიზაციაც მიმდინარეობს, ანუ მათი დერეგულირება. როცა ისინი არიან რეგულირებულები, სემეკი უდგენს ტარიფს და ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი ეს არის მაქსიმალურად დაწურული ტარიფი და გაცილებით იაფი და დაბალია, ვიდრე ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში, ესე იგი, თავისუფალ ბაზარზე შეძენილი ტარიფი. აქედან გამომდინარე, შეძენილი ენერგია. აქედან გამომდინარე, როცა ჰესები ეტაპობრივად გადიან თავისუფალ ბაზარზე და მათი 4 და 5 თეთრი რო იყო ენერგიის ფასი, უცებ ხდება 15 და 16 თეთრი თავისუფალ ბაზარზე ამ ენერგიის ფასი. ამიტომ ესეც ახდენს ტარიფზე ზეწოლას. დიახ, ანუ ეს გამოსავალი მაინც ვერ იქნებოდა თქვენი შეფასებით. თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე მილიონის დანახარჯი არ გავითვალისწინეთ, როდესაც აუდიტი კეთდებოდა იგივე თელასის ან ენერგოპროს მისამართით. გარდა იმისა, რომ საინვესტიციო ნაწილი ახდენს ტარიფზე, რა თქმა უნდა, ზეწოლას ეს ინვესტიციები სადღაც უნდა აისახოს. გარდა ამისა, კიდევ რა ფაქტორები არის, რისი გათვალისწინებაც დღეს სემექს უწევს ტარიფის კორექტირებისას? დავაზუსტებ, რამდენიმე ათეული მილიონი ლარია ის თანხა, რომელიც ჩვენ ამ კომპანიებს არ აუსახეთ და როცა ტარიფს დავადგენთ ამ დროისთვის ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ციფრი და მე იმ დღეს გამოვაცხადებ აუცილებლად იმ თანხის მოცულობას, რაც არ იქნა ასახული ტარიფში. ელექტროენერგიის ფასის ზრდაზე, უბრალოდ სამხმარებლო ტარიფის ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი ახდენს ზეწოლას. ერთი ეს არის საინვესტიციო კომპონენტი, რა თქმა უნდა, და მეორე ეს არის გაზრდილი ენერგიის ფასი. ძალიან ესეთი მოწყვლადი არის ეს ტარიფები და ყოველთვის მტკივნეული არის ამაზე საუბარი, განსაკუთრებით ეს შეიძლება იყოს მტკივნეული იგივე იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არიან სოციალურად დაუცველი და საკმაოდ დიდი ნაწილი გვყავს ქვეყანაში ასეთი ადამიანებიც. თუ იცით რაიმე მოხდება თუ არა მათთვის იგივე ტარიფების დასუბსიდირება, როდესაც 2020 წელს გაიზარდა ტარიფი, მაშინ მახსოვს რომ იყო რაღაცა ტიპის სუბსიდიები მიმართული ამ მხარეს. თუ გქონიათ მთავრობასთან ამ თემებზე საუბარი? 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ნაზრდს ასუბსიდირებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის. კერძოდ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70,000-ზე ნაკლებია, ესეთი ოჯახებისთვის ხდება ტარიფის ნაზრდის სუბსიდირება. ყოველწლიურად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინება სუბსიდიისთვის თანხა, მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია სუბსიდიის თანხა, ამაზე განცხადებას თვითონ მთავრობა გააკეთებს, თუმცა ჩემსხალთ არსებული ინფორმაციით სუბსიდირების პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისთვის გაგრძელდება. დიახ, ვიდრე გაზსაც შევეხებოდეთ, მინდა ერთი განმარტებაც გთხოვოთ. ბევრი სიახლე არის ამ ბოლო დღეებში ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის იყო საუბარი ჯარიმების ჩამოწერას და მოხდა თითქოს რაღაცნაირად აღქმა, რომ ჯარიმების ჩამოწერას რაიმე ტიპის თქვათ კორელაცია აქვს ამ ტარიფებთან. თქვენი განმარტება მინდა რომ მაყურებელმაც მოისმინოს ამ თემასთან დაკავშირებით. ჯარიმების ჩამოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისთვის, რაც მიიღო მთავრობამ. თუმცა ჯარიმების ჩამოწერა პირდაპირ კორელაციაში არ არის სამომხმარებლო ტარიფთან, ვინაიდან ჯარიმები ჩამოეწერებათ იმ ობიექტებს, რომლებიც მომავალში უნდა აშენდეს, ანუ რომლებიც დაწყებულია და გარკვეული გარემოებების გამო მათ დროულად ვერ შეძლეს ამ ობიექტების დასრულება. ეს იყო COVID ფაქტორი, ეს იყო საფინანსო რესურსებთან დაკავშირებული საკითხი თუ სხვა რაიმე საკითხები. სწორედ ამიტომაც ის ვადები, რა ვადებში ცოტა დაემთავრებინათ ეს ობიექტები და გარკვეული გარემოებების გამო ვერ დაამთავრეს, მათზე გავრცელდება ძირითადად აღნიშნული გადაწყვეტილება, ამიტომ ის პირდაპირ სამხმარებლო ტარიფზე გავლენას ვერ მოახდენს. დიახ. მოდით ვისაუბროთ გაზის სექტორზეც. თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლებელია, რომ ტარიფი
ტარიფი აქაც დაკორექტირდეს, მცირედით მოხდეს ამ კუთხით კორექტირება, თუმცა აქაც 37 მილიონის ინვესტიციის ვალდებულება აიღო სექტორმა. ამ შემთხვევაში რა აბალანსებს ამ ტარიფს, რითი ვთქვათ მოხდება დაბალანსება ამ ინვესტიციის, რომ ტარიფში ეს ასე ვთქვათ უფრო მკვეთრად არ აისახოს? როცა საინვესტიციო აქტივობაზეა საუბარი, ჩვენ ორ ნაწილს ვსწავლობთ და უყურებთ. ერთი ეს არის უკვე განხორციელებული ინვესტიციები და უკვე განხორციელებული ინვესტიციების შემთხვევაში ყველა პროექტისთვის ჩვენ უყურებთ რამდენად ხარჯთეფექტიანად განხორციელდა პროექტები და აქაც გვაქვს ჩვენ გარკვეული დანაზოგები, როცა კომპანიებს არ უთვალისწინებთ გარკვეულ თანხებს, მაგალითად თქვა თუ ტრანსფორმატორის შეძენა ბაზარზე საზრებელი იყო 10,000 ლარად და შეიძინა 12,000 ლარად კომპანიამ, რა თქმა უნდა, ეს ფასი გადაიჭრება 10,000 ლარზე. ეს და სხვა მექანიზმები თუ როგორ ხდება საინვესტიციო პროექტების შეფასება, ისევე როგორც რა ინსტრუმენტები და ფორმებით ხდება კომპანიების აუდიტი ჩვენს წესებში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, სწორედ ამიტომაც ამ წესებზე დაყნობით ვაკეთებთ ჩვენ შესაბამის შეფასებებს და მე უკვე კონკრეტული ტარიფი გამოიყვანება სპეციალურად ასევე დამტკიცებული ფორმულის საფუძველზე, სადაც ხდება ეკონომიკური პარამეტრების ჩასმა. და ეს არის ის რაც გვიცავს დღეს გაზის ტარიფის გაზრდისგან? ან იზრდება ეს ტარიფი? რა თქმა უნდა, ეს ეხება ბუნებრივი გაზის სექტორსაც, ეს ეხება ელექტროენერგიის სექტორსაც. ბუნებრივი გაზის სექტორში კონკრეტულად გაზის ფასი, რა ფასადაც ჩვენ გაზზე მოგვეწოდება აზერბაიჯანიდან, ხო, მომდევნო წლის ბოლომდეა დადგენილი ის ხელშეკრულება, რაც მოქმედებს, ამიტომ ვიცით მომდევნო წელს რა იქნება ბუნებრივი გაზის ფასი, ამიტომ აქ არსებითი ესე თქვათ რამე არ ყოფილა ისეთი გარემოება, რაც აუცილებელს გახდიდა ბუნებრივი აირის ფასის ზრდას, ძალიან უმნიშვნელო კორექტირებები მოხდება ამ შემთხვევაში. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ გამოძებნებთ, რომ შემოგვერთით და თქვენი არგუმენტები გაგვიზიარეთ. დავით ნარმანია, სემიკის თავმჯდომარე, იყო საქმის კურსის სტუმარი. რამდენიმე თემასაც გადავალოთ თვალი. საქართველოდან ყირგიზეთში წელს $1.3 მილიარდი ავტომობილები გაიგზავნა, თუმცა მხოლოდ 24 მილიონის ჩავიდა. მონაცემები BMG-მ საქართველოსა და ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურებზე დაყრდნობით შეატარა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან ავტომობილების 2.6 მილიარდიან ექსპორტში პირველი ადგილი ყირგიზეთს უჭირავს, სადაც საქსტატის თანახმად $1.3 მილიონი ღირებულების 39,000 ავტომობილია გაყვანილი რეექსპორტზე. საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილები ჩრდილოეთის საზღვრიდან რუსეთის ფედერაციის გავლით იგზავნება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ავტომობილები როგორც ჩანს ყირგიზეთამდე არ აღწევს და მათ დილერები გზაშივე რუსეთის ტერიტორიაზე ყიდიან, რასაც ადასტურებს ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც მათ წელს საქართველოდან 23.6 მილიონი ღირებულების 2,600 ავტომობილი იყიდეს. შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი ავტომობილების მხოლოდ დაახლოებით 2% ჩავიდა. ამასთან მთლიანად ყირგიზეთმა წელს შეისყიდა 893 მილიონი დოლარის ავტომობილები, რაც მხოლოდ საქართველოდან გაგზავნილ $1.3 მილიონის ავტომობილებზე 400 მილიონით ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით ავტომობილები მართლაც გადის ექსპორტზე, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი სავარაუდოდ გზაშივე იყიდება. ფეროშენადნობებისთვის წელს კრიზისული წელი იყო. 11 თვის მონაცემებით ფეროშენადნობების ექსპორტი 35%-ით შემცირდა და $207 მილიონი შეადგინა. დარგს გამოცოცხლება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ჰქონდა, როდესაც საწარმოებმა სეზონზე იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის შემდეგ ამუშავება ნაწილობრივ შეძლეს. თუმცა მსოფლიო ბაზარზე მეტალის პროდუქციაზე კვლავ დაბალი მოთხოვნა ნარჩუნდება, რაც როგორც ფეროშენადობთა ასოციაციაში აცხადებენ, პირდაპირ აისახება პროდუქციის მოთხოვნის შემცირებაზე. ფეროსილიკომანგანუმის ფასი მკვეთრად არის შემცირებული. თუ 2022 წელს ფასი იყო $2,500 ტონაზე, ახლა ეს ფასი $1,000-დან $1,200-მდეა. მიმდინარე პერიოდში სრული დატვირთვით მხოლოდ 3 საწარმო მუშაობს, მაშინ როდესაც ზაფხულში მათი რაოდენობა 8 აღწევდა. მოთხოვნა მეტალის პროდუქციაში სოფლიოში კვლავ დაბალია, შესაბამისად ჯაჭვურად ეს იწვევს იმას, რომ ფეროშენადნობებზეც მოთხოვნა კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ფასების მცირე მატება
იყო ზაფხულის პერიოდში, ეხლაც მცირედით მოიმატა ფასმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თქვა მთელი დატვირთვით ამუშავებდეს ქარხნები, ან გაჩერებული ქარხნები ამუშავდეს. ტენდენცია რამე უკეთესობისკენ თქვა მე არც თქვა მომავალი წლის დასაწყისში ვფიქრობ სამწუხაროდ, ვნახოთ ყველაფერი დამოკიდებულია სოფლიოში და უფრო კონკრეტულად ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან დიდწილად თქვა ჩვენი დარგის მომავალი დამოკიდებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. საქმის კურსი ამით დასრულებულია 17 საათს და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში დროებით.